ეს კლდეში გამოკვეთილი ავტოსადგომი შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში მდებარეობს. ის ჩვეულებრივ მიწისქვეშა პარკინგს გავს, თუმცა მისი დანიშნულება საომარ ვითარებაში იცვლება. სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დროს ავტომობილები აქ მოსახლეობას დაუთმობენ ადგილს. ეს თავშესაფარი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კლდეშია გამოკვეთილი. ის მთის შიგნით მდებარეობს. მშვიდობიანობის დროს, როგორც ხედავთ, ის საპარკინგე ავტოპარეხია. მაღალი მზადყოფნის ან ომის შემთხვევაში მანქანებმა უნდა დატოვონ აქაურობა და ადგილი დაუთმონ 1200 ადამიანს. მას შეუძლია გაუძლოს აფეთქების ტალღას და ნამსხვრევებს და მსგავს ეფექტს, რაც ბომბს ახლავს თან. ის ჰერმეტულია, ამიტომაც უძლებს ქიმიურ გაზს ან თუნდაც ბირთვულ ნარჩენებს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, შვედეთმა უსაფრთხოების დანახარჯები გაზარდა. ოფიციალურმა სტოკჰოლმმა პირობა დადო, რომ სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 7-ჯერ გაზრდიდა. და სწორედ გასული წლიდან, მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდში აშენებული 64,000 თავშესაფრის მოდერნიზებისთვის შვედეთი 100 მილიონ შვედურ კრონს, დაახლოებით 9 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს ერთ წელიწადში. წლიურად 100 მილიონი არ არის საკმარისი ყველა თავშესაფრისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს თანხის გამოყოფას ამისთვის. მთავრობის გეგმაა შვედეთში არსებული ყველა თავშესაფრის განახლება. და როდესაც ყველა თავშესაფარი განახლება, შესაძლოა დავიწყოთ ახლების მშენებლობა. ეს ჯერჯერობით მომავლის საქმეა. შვედეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თავშესაფრების განახლების მთლიან პროცესს, მათ შორის ჰაერის ფილტრების გაუმჯობესებასა და გენერატორების შეცვლას, შეიძლება 2 ან 3 წელი დაჭირდეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში სამოქალაქო თავდაცვისთვის გაზრდილი დაფინანსება ამ პროცესის ტემპებს დააჩქარებს. არ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვართ მომზადებული, არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მოგდის და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ჩვენ შვედეთში არ ვართ შეშვეული კრიზისს. ვფიქრობ, საქმე იმაშია მოხდება თუ არა რამე, ხომ? არ მგონია ხალხი ამას დიდად მოელოდეს, მაგრამ თუ რამე მოხდება, არ ვიცი, რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობს ხალხი თავს, ძნელი სათქმელია. გასული წლის ბოლოს ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ შვედეთის მიმართ სამხედრო საფრთხე გაზრდილია და შეიარაღებული თავდასხმა არ არის გამორიცხული. შვედეთში ახლახან საინფორმაციო ბროშურაც გამოიცა, სადაც კიბერ და ტერორისტულ თავდასხმებზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საფრთხეებზე. ასევე თავდაცვის, ციფრული უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის შესახებაა საუბარი.